თიწნისის საშუალო სკოლის პედაგოგ ინეზა აღდგომელაშვილსა და სკოლის დირექტორ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. როგორც თავად აღდგომელაშვილი აღნიშნავს, დირექტორმა იზოლდა ბოლოთაშვილმა მას ახალი კადრის დასაქმების მიზნით საათების დათმობა სთხოვა და აუხსნა, რომ ინგლისური ენის მასწავლებლად მიღება მას ხელისუფლების წარმომადგენლება. კონკრეტულად პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველმა ია ბერიანიძემ დაავალა, რასაც აღდგომელაშვილის მხრიდან უარი და განათლების სამინისტროში განცხადების შეტანა მოჰყვა. მობრძანდა აპარატის წარმომადგენელი ია ბერიანიძესთან ერთად და ოფიციალურად მომთხოვა, რომ მე უნდა დამეტოვებინა ეს საათები. შემდეგ 11 ნოემბერს მოდის სოფლის გამგებელი დავით ბოლოთაშვილი და მიცხადებს, რომ ეს არის გუბერნატორის დავალება და აქვე უნდა გადაწყდეს და ბოლოს უკვე სასწავლო წლის დასასრულს, როცა ჩვენი დავა ვერ გადაწყდა, იმიტომ რომ განათლების სამინისტრო იხილავდა ამ საქმეს, ბოლოთაშვილი, ქალბატონი იზოლდა ბოლოთაშვილი მიცხადებს, მე გამომიცხადეს, რომ ეს საქმე უნდა გადაწყდეს. ინეზა აღდგომელაშვილის მონადირე განათლების სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად აღნიშნული დავაში და სასწავლო პროგრამა და სკოლის დირექციას უნდა მოაგვაროს. მისი განცხადებით, საკითხის მოგონების მიზნით დირექტორმა განათლების განყოფილებიდან კომისიაც მიიწვია. კომისიის ერთ-ერთი წევრის გახსნის თანახმად აღდგომელაშვილის მოსწავლეთა მუშაობა სრულად დამაკმაყოფილებელია. შტაბის ხელმძღვანელის აზრით, ინგლისურის მასწავლებლისადმი კომისიას არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. დაწყდა რომ უნდა მოეცა იზოლდა ბოლოთაშვილს ჩემი გათავისუფლების ბრძანების ბათილობის ბრძანება, რომელიც დღესაც არ შეუსრულებია, არ მოუწია ეს ბრძანება. საათების უკანონოდ ჩამოყალიბების შესახებ სკოლის ხელმძღვანელისადმი პრეტენზიას კიდევ რამდენიმე პედაგოგი გამოთქვამს. როგორც ისინი აღნიშნავენ, შიდა დაპირისპირება სწორედ საათების გამაგრებას მოწა. ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩემთვის ნერვიულობით ხდება, რადგანაც არასოდეს არ ვიცი, როგორი წლიური დატვირთვა მექნება. ახლაც წინა დღეებშიც პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, სხდომის შემდეგაც დავჭი და ვთხოვე დირექტორს, ეთქვა რამდენი საათი მექნებოდა. დღეს დილითაც იგივე თხოვნა გავუმეორე, მაგრამ მე არ ვიცი, რომელ კლასებში შევა. ჩავმართ ავტომატურად საათები ისევ იზოლდა ბოლოთაშვილმა და გადასცა სიუზი ფელიშვილს. როცა ამავე დროს მას აქვს 5 საათი ისტორიისა, ჯერ ჩვენ არ აქვს დატვირთვა, არც სიუზი ფელიშვილს, არც მე და თვითონ ინარჩუნებს აი ამ საათებს. თხოვეთ რის საფუძველზე, რატომ მართმევ საათებს? ასე მსურს, მოდი ვიდაოთ ახლა მე და შენ. მე ფელიშვილთან არაფერი მაქვს სადავო, მოდი ახლა მე და შენ ვიდაოთ. აი ესეთი განცხადებას აკეთებს დირექტორი. მასწავლებლებს, რომელსაც საერთოდ არ მოუთხოვია კლასი 10 წლის წინ დაამთავრებინა. კლასს ეხლა მოიდომა კლასის ხელმძღვანელობა. ამ დროს მაგ არასრული განაკვეთი ვარ მალტოხელა დედა. პედაგოგთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ია ბერიანიძე და ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს. საკადრო პოლიტიკა მე არ მეხება. საკადრო პოლიტიკა საწარმოებს ყავს თავისი უშუალოდ სკოლას ყავს ადმინისტრაცია, აქვს სამეურვეო საბჭო, არსებობს კიდევ განათლების განყოფილება, არსებობს განათლების სამინისტრო და თუ ვინმეს რამე პრეტენზია გააჩნია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიმართოს ზემდგომ ორგანოებს. პედაგოგების განცხადებას ადგილობრივ საკითხის განხილვაში და სასკოლო საქმიანობაში უკანონო ჩარევის შესახებ საფუძვლოს უწოდებს თავად განხილველი. იგივე სასკოლო დარაშინას უფლება მოსილებისთვის არ გადაუჭარბებია. რაც შეეხება იმას, რომ მე ვარ ჩარეული და ვინმეს უთხარი, რომ წასულიყო ან როგორც გამეთავისუფლებინა ჯერ ერთი საკრებულოს გამგებელს არ აქვს ის პრეტენზია, რომ სკოლიდან პედაგოგი ავათავისუფლოს, მაგრამ მე როგორც გამგებელი ვალდებული ვარ ჩავერიო ყველა საკითხში, რაც კი სოფელში ხდება და ჩემს ინტერესებში და სოფლის ინტერესებში შედის, რომ სკოლაში ასწავლიდნენ კარგი პედაგოგი, მცოდნე პედაგოგები და იყოს კარგი სიტუაცია. ინტერესი აქვს ინგლისური ენის საათების ჩამორთმევას. იგი პედაგოგის არაკვალიფიცირებით ხსნის და აღნიშნავს, რომ აღდგომელაშვილის სპეციალობით ფიზიკა მათემატიკია. ინგლისური ენის შესასწავლად კი მხოლოდ 2 წლიანი კურსები გაიარა. რის საფუძველზეც არადიკლომი, არამედ მოწმობა გადაეცა. მხოლოდ ასეთი დავალება იმოქმედე კანონის ფარგლებში. მე სხვა განაცხადს ნამდვილად ვერ ვიცემ ჩემ თავისუფლებას, რომ არასამართლიანი განაცხადი გავაკეთო. მისი ბრძანება დაწერილია წლების წინ ჩემ დირექტორად მოსვლამდე და მის ბრძანებაში დაფიქსირებულია, რომ არის დანიშნული დროებით. ალბათ, თუმცა სიტყვები გაშიფრული არ არის, მაგრამ დროებით მიმანიშნებელია იმისა, რომ სპეციალისტის გამოჩენამდე. მე ბაზაგაშვილთან აღდგომელაშვილთან ამ შემთხვევაში არანაირი პირადული არ მომოძრავებს, მაგრამ არსებული კანონმდებლობა, შრომის კანონთა კოდექსი და კანონი განათლების შესახებ ამის უფლებას არ მაძლევს.
პროფკავშირის თავმჯდომარეს მიიჩნია, რომ შიდა დაპირისპირება სამეურვეო საბჭომ უნდა მოაგვაროს, რომელიც ახლო მომავალში ჩამოყალიბდება. თუნდა ყველაფერი გადაწყდეს კანონიერად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეილახოს მასწავლებლის ინტერესი. საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა. ცნობილია, რომ განათლების სისტემაში მიმდინარეობს რეფორმა და ეს რეფორმა გულისხმობს აუცილებლად გათვალისწინებული იქნას მოსწავლეებისა და მშობლების ინტერესი. ინეზა აღდგომელაშვილის არჩევის სასამართლოში შეტანას აპირებს სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ საკუთარ კანონიერ ქმედებას მისგან არსებული სათანადო დოკუმენტაციის საშუალებით დაადასტურებს.